ესე იგი, თემურამშვილი ვარ და ჩემი ჯუნიორ პროექტი არის მორა კომუნიკაცია. თავიდან რადგან მარტივად არ მოგწონს საუბარში, უბრალოდ მორა კომუნიკაცია აიღეთ როგორც ოფლაინ კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება. იდეაში თავიდან როცა ჯუნიორ პროექტზე ვფიქრობდი, თუ რა იდეა მქონოდა, ვფიქრობდი ისეთი იდეა ყოფილიყო, რომელსაც რეალურად არა მარტო რაღაც შეიძლება პირ ადამიანს გამოიყენებინა, არამედ ჩემთვისაც ყოფილიყო საინტერესო, ან რეალურად მეც გამომეყენებინა და იდეაში ხშირად შეიძლება რომ გამომეყენებინა. და ზუსტად მსგავს პრობლემებზე ვფიქრობდით მე და ჩემი ჯუნიორ პარტნიორები. ანუ ეხლა მარტო მე ვიძავს იდეაში პრეზენტაცია. და იდეაში ლექციაზე თვითონ გუგამთქვა ეგეთი იდეა წამოჭრა, რომ არსებობდა მსგავსი ტიპის კომუნიკაციის პროტოკოლი, როგორც იყო ლორა კომუნიკაცია. და იდეაში მან პირველად ის იდეა გაგვიშთა, რომ ეს რაღაც შეიძლება ყოფილიყო თუნდაც ისეთ სიტუაციებში, როცა ჰაიკინგი გიწევს და ფიზიკურად ემერჯენსი სიტუაცია, ან უბრალოდ ვიღაც ადამიანი მოგენატრა და მიწერა გინდა, ძალიან მარტივი იქნებოდა, რომ ჩატ აპლიკაცია რაღაცნაირად გავეკეთებია და იუზერებისთვის მარტივი ინტერფეისით მიგვეწოდებია. იდეაში სხვადასხვა გზები არსებობს ამ კომუნიკაციის მიღწევას. პირველი რაც შეიძლება გაგვახსენდეს არის ანდენიანი ტელეფონი. მაგრამ ანდენიანი ტელეფონი დაახლოებით $500,000-1500 რეინჯში არის. და თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ ფილმებს როგორ უყურებთ პირატული საიტების მეშვეობით, $1500-1500 ანდენიანი ტელეფონის ყიდვას ალბათ არც კი გავითვალისწინებთ. მithumetes გიწევს ყოველდღიურად რაღაც subscription-ების ყიდვა $30-დან $100 პარკლებში, რაც საკმაოდ მსხვილი არის average user-ისთვის. მithumetes იმ ადამიანისთვის, ვინც შეიძლება უბრალოდ სოფელში ცხოვრობდეს და უბრალოდ არ ქონდეს ქსელში არ იყოს და უბრალოდ უნდადეს ვინმე ადამიანთან დაკავშირება. გარდა ამისა, იდეაში არის ჩემი აპლიკაციის მსგავსი გზები ოფლაინ კომუნიკაციის მიღწევას. იდეაში არის ორი აპლიკაცია, რომელიც ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ მაინც ვიტყვი, არის Braille და Bridgify, რომელიც არის უბრალოდ რაღაც Bluetooth ტიპის კომუნიკაცია და იდეაში ძალიან ვიწრო გაგება, რადგან Bluetooth ტიპის კომუნიკაცია არის რაღაც მოკლე მანძილზე კომუნიკაციის საშუალება. მაგრამ საინტერესო აპლიკაცია, ბევრად საინტერესო, რომელიც ფაქტობრივად ჩემი აპლიკაციის ანალოგია, ოღონდ ჩემი აპლიკაცია კიდევ სხვანაირია და მე მაგაზეც ვიყურებ. იდეაში ეს არის mesh ტასტიკი, რომელიც არის რეალურად არსებობს კონკრეტული ნოდი, შენ რაც mesh ტასტიკის აპლიკაციის მეშვეობით Bluetooth-ით უკავშირდები ამ ნოდს, ეს ნოდი მე რაღაც დიდი ნოდების სისტემა არის, ეს ნოდები ერთმანეთთან აქვს კომუნიკაცია და კონკრეტულ რაღაც ვიღაც users, ვისთანაც გინდა დაკავშირება, ეგრე უკავშირდება. ასევე ამ აპლიკაციაში არის, მაგრამ რა შეზღუდვები არის რეალურად ამ mesh ტასტიკში. არის რომ რეალურად mesh ტასტიკში შენ გიჭირავს სტატიკურად ნები. ანუ რეალურად არსებობს მხოლოდ ის განლაგება ნოდების, სადაც რეალურად იწევს შენ მისვლა რაიმე ტიპის კომუნიკაცია რომ მქონდეს. თუმცა ჩემ პროექტში აბსოლუტურად სხვანაირად არის და ეხლა ავხსენებ. წარმოვიდგინოთ ეგეთი რაღაც. მაქვს უბრალოდ ტელეფონი, რაც chat ტიპის აპლიკაცია და პატარა iOS. აი ეს პატარა iOS. იდეაში ამ პატარა iOS-ში არის ESP32 და EIP22. ESP32-სა და ტელეფონს შორის კავშირში არის serial კომუნიკაცია. ანუ Type-C კავშირი. ხოლო იდეაში თვითონ ეს სისტემა არის გავსად მოსწავლილი, user-სთან პატარა iOS-ი, არსებობს რაც central hub-ი, რომელშიც არის ESP32, EIP22, GSM-ი და GSM-ი არის თვისები. იდეაში პრინციპი ჩემი აპლიკაციის არის გავს. რაღაც კონკრეტული რაღაც კონტაქტი დავამატე ჩემ აპლიკაციაში, ნომერი მივუთითე, გავზავნა მესიჯი, EIP-დან გაიზავნა მესიჯი
eBay-ს შემდეგ GSM-დან ჩვეულებრივ mobile phones, ერთადერთი დაბრძვა არის ის, რომ central hub-ი აუცილებლად უნდა იყოს სელში. იმიტომ რომ GSM-ი უშუალოდ არის cellular network communication. რომელსაც ხანერად ვერ მოხდება. თუმცა იდეაში LoRa რის საშუალებას გვაძლევს ეხლა ვისაუბრებ და რატო შეიძლება რომ თუ ეს რაღაც gateway იქნება რაღაც სელში პრობლემა არ შექმნას. და მერე ძალიან ხალხს იძლევის. იდეაში LoRa eBay-ს აქვს თავისი ფუნქციონალი, რომ შეუძლია დაახლოებით 7 კილომეტრამდე გადასცეს ინფორმაცია. ანუ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ რაღაც ისეთ სისტემას თუ წარმოვიდგენთ, სადაც არსებობს ბევრი მოდული და ბევრი მოდული იდეაში ნიშნავდეს რაღაც ყველა იყოს პატარ-პატარა gateway-ები. შემიძლია რომ ერთ gateway-ს მივწერო, ამ gateway-ს გადავისამართოს თითოეულ gateway-სთან ეს მესიჯი და ბოლოს სადაც ეს რაღაც ისეთი gateway, სადაც უკვე GSM-ი მიდევს, შეუძლია მარტივად გადაგზავნოს მესიჯი ნებისმიერი user-სკენ. ხო, იდეაში რა პრობლემები იყო? თავიდან როცა რაც LoRa მოდული ჩამოვიდა და ვცდილობდი რომ გამემართა, იყო მსგავსების პრობლემა. რომ რაც შევხედე რომ რაც მისომოსი ქონდა, რაც AX-ი და რატომაც ჩავთვალე რომ შეიძლება SPI კომუნიკაციას ქონოდა და UART-იც. და გადავწყვიტე რომ რაც 4 პინი გამომეყენებინა მხოლოდ და ძალიან მარტივი კომუნიკაცია ყოფილიყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ და ძალიან დიდი ხნის მერე აღმოჩნდა, რომ data sheet-ში წავიკითხე, RX-ი და TX-ი იყო უბრალოდ RX enable და TX enable, ანუ უბრალოდ რაც შეგვეძლო რომ რაღაც კონკრეტული device-ი გადაგვეყვანა transmitter mode-ში და receiver mode-ში. ხო, იდეაში ეს შემდეგში როცა დავადგინე, უშუალოდ ქიანად ეს რაღაც device-ი გადავაწყე SPI კომუნიკაციაზე, თუმცა და მეგონა რომ ძალიან მარტივად გამომივიდა და რაც ყველა პრობლემა გადაიჭრა. თუმცა აქ მაინც ცუდი რაღაცები მოხდა, იმიტომ რომ რეალურად მეგონა რომ რაღაც მინიმალურ კოდს დავაგენერირებდი რაღაც AI tool-ებით. თუმცა ყველა output-ი რომელიც ჩემს შემოდიოდა, ყოველთვის არასწორი იყო და ვერასდროს ვერ უკავშირდებოდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებია. და იდეაში რა library-საც ვიყენებდი, გადავწყვიტე რომ შიგნით ჩამეხედა და GitHub-ზე შევედგა გამოვიგე იდეაში clean library და example-ები. თუმცა ამის მეტად მაინც არ გამოდიოდა პროექტი. და მე ეგეთ კარგი რაღაც აღმოჩნდა, რომ თვითონ ვინც ეს library დაწერა, ეგეთი რაღაც ხონდა status code. რა status code-ებს მეგზავნებოდა შემეძლო მიმეწერა, უბრალოდ განაცაში ჩამეწერა, მე რაღაც enter-ზე დამეჭირა და მეუბნებოდა თუ რა ტიპის პრობლემა იყო. და იდეაში ეს უკვე სვარაუხუს მეუბნებოდა GPT-სგან განსხვავებით. და შესაბამისად ამ status code-ებით და რაღაც არასწორი და სულ არასწორი კოდებით მივედი საბოლოოდ კარგ შედეგამდე და ეს რაღაც დაკავშირდა. იდეაში როცა ეს რაღაც დაკავშირდა, მე მთავარი პრობლემა იყო უშუალოდ GSM-თან ინტეგრაცია, ამ eBay-ის და იდეაში მთავარი hub-ის გაკეთება და რაღაც მოწესრიგება მოხდით აპლიკაციას. ხო, ასევე იდეაში Android აპლიკაციაზე არის ბევრი რამ უნდა გესაუბროთ, მაგრამ ძალიან მინიმალური Telegram ტიპის აპლიკაციაა, ჩათვალეთ. გადმოძებთ პოსტა, შეგიძლიათ რომ კონტაქტები დავამატოთ, სახელი შეცვალოთ კონტაქტის ან რაღაც თქვენი ნომერი დავამატოთ და სტანდარტულად მესიჯით მიწევთ. შეგვიძლია იდეაში დემოზე გადავიდეთ. იდეაში შემიძლია უშუალოდ გაჩვენოთ ბარემ აპლიკაცია. ცოტა იქრაშება ჩემი კომპიუტერი და ტელეფონში არ იქრაშება და კარგად ხდება ყველაფერი. Android Studio JetBrains is არის? Android Studio JetBrains is თქო პროგრამა. იმიტომ რომ ხო ძალიან გავს.
ან რამე VS კოდის ფორკია, ან რამე. ტელეფონს რო დაიხედო შეიძლება? შეგიძლია მომწერო გაგიგონოს. გუგასაც გადმოწერილი აქვს ახლა ეგ? არ ჭირდება გუგას. უბრალოდ მაგრამ არ ზონა მომწეროს და? დავიწყო. უბრალოდ აქ არ გამოჩნდება და ტელეფონი შემიძლია გაშვენ, რომ ექნები მოვუწევთ რა, გუგენდექსზე. მაგარია. Main hub გვანახება. main hub-ი უბიაში რა შეიცავს? main hub-ი არის ESP32, power supply, სტანდარტულად, 3.5 ვოლტი, GSM-ი და თვითონ e-byte. ისიც აწერო. რამდენიმე გადაცემა გქონდეს. აი რამდენიმე იდეაში ან ახლა ძალიან მოგვიყვება, ასე გეთქვით. უბრალოდ დროში მოდულები ხო, დროში მქონდა უბრალოდ პრობლემა, რომ პირველი გამოვიდა ხო, რა, იდეაში მაგითვისაც. თუ რამე გითხოვარო?